მამაც მსახიობი ყავდათ. დიახ. ერეოდა თქვენ ცხოვრებაში, თუნდაც პროფესიული არჩევანი, როდესაც დაგიდგა თან მანამდე. მე ახლა თქვენ გეტყვით იმას, რამაც გადამაწყვეტინა ზოგადად ამ სფეროში მოსვლა, ეს არასოდეს არ მithქვამს. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო მამაჩემის სიყვარული მხოლოდ. დედაჩემი და მამაჩემი იყვნენ დაშორებულები და სულ დანატრებული ვიყავი მამასთან შეხვედრას. ამიტომ ჩემი მისვლა თეატრში, სადაც ყველაზე ნეიტრალური ატმოსფერო იყო, სადაც შეიძლებოდა მამაჩემის ნახვა და შეხვედრა მასთან. აი ის გარემო, სადაც ის ცხოვრობდა, ეს ძალიან მძაფრი შთაბეჭდილება იყო ჩემს. და გაატკეცებული სიყვარული მამის მიმართ, მოთხოვნა მამის. ამიტომ ნებისმიერი მისი ნივთი, რომელიც იდო საგრემიო რომაგიდაზე, წკირი, გრიმი და ასე შემდეგ, ჩემთვის იყო ყველაზე მეტად ძვირფასი და ღირებული. ამდენად ეს თავისთავად მოხდა ჩემი ამ პროფესიაში მისვლა. თუმცა მამის დეფიციტი ჰქონდათ სულ გამუდმებული, ხო? ამაზე უყვებოდით, ეუბნეოდით თუ ვერ ბედავდით? არა, მე მამაჩემისთვის სიყვარული არასოდეს არ ამიხსნია. ეს უნდა ეგრძნო მას. ერთადერთხელ მახსოვს ჩემს ძალიან პატარაობაში მოვხვდი მის სახლში, სადაც ის თავის მეუღლესთან და ჩემ დასთან, მის შვილთან ერთად ცხოვრობდა. ერთადერთხელ მოხვდით, ანუ არ მიდიოდით იქ იმ სახლში. არა, აი პირველ ნაწილს ვამბობ პირველად რა, პირველად რომ მოვხვდი მის სახლში, გამოვიქეცი იქიდან. ალბათ. იმიტომ რომ მამა იქ ცხოვრობდა და ის გარემო არ იყო ჩემი. თქვენთან მამა რომ არ ცხოვრობდა, ეს გააცნობიერეთ, როდესაც ფაქტის წინაშე დადექით. იყო ერთი ძალიან მძიმე დღე. სიკვდილამდე 2 დღით ადრე, ხო? რა მოხდა ამ დღეს? იმ დღეს მქონდა სპექტაკლი ანა კარენინა. მე ვთამაშობდი ბრონსკის. და მამა, სანამ მე დავიწყებდი სპექტაკლს, ადრე მივდიოდი თეატრში და მამა ჩემი მოვიდა თეატრში და დამიწყო აი იმ კონკრეტულ ეპიზოდზე საუბარი, რომ აი რაღაცა იქ მეტად მჭირდება შენი სახე, თვალი რაღაცა. არ ვიცი, ის გამო ყველაფერი ერთად ამოტივტივდა ჩემს თავში და შევყევი საუბარს და რაც მთელი აი ამ ცხოვრების მანძილზე დაგროვილი პროცესები იყო, მისი ნაკლებობაც, მისი ტკივილიც, სიხარულიც და ასე შემდეგ. ამ ინერციით, უფრო სპექტაკლის ინერციით, ალბათ მე ახლა რო ვაცნობიერებ, ალბათ ეგ იყო. თითქმის ყველაფერი ვთქვი მასთან. და ვთქვი ის, რაც შეიძლებოდა გამეტარებინა, არ მეთქვა, არ მეტკინა და ასე შემდეგ. და არასოდეს არ დამოვიწყდება ის განცდა, როგორ გავიდა ის საგრემიოდან. ხმა არ მოუღია აბსოლუტურად მონტრეალად და მითხრა კარგი მამა და წავიდა. იმ წუთში ვიყავი ესეთი მაგარი ბიჭი და ასე შემდეგ, მაგრამ დამრჩა განცდა, რომ ვიყავი უსუსური, პატარა, უმწეო იცი ბავშვი თუ არ ვიცი ვინ. და გამიჩნდა სურვილი ბოდიშის მოხდის და უხლებში ჩავარდნის და არ ვიცი. გაყევით მამას თუ არა? დღეს არა. არა, მეორე დღეს გადავწყვიტე, რომ უნდა მივსულიყავი აუცილებლად და ბოდიში მომეხადა, რომ რა მოხდა, კაცები ვართ და ესეც რაღაცა ფილმია რა. რომ დავიძარი მისი სახლისკენ, შემოვიდა ჩემს ტელეფონზე ზარი და ოცხო ადამიანი მეუბნება, მე ესავალ და მამა ცუდად არისო და იქნებ მოხვიდეო და მე ვთხარი, აი უკვე ქუჩაზე ვარ და კორპუსს ხედავდი უკვე რა და ზუსტად 9 წუთში უკვე კორპუსთან ვიყავი. შევედი, გადმოვედი მანქანით და მთელი კორპუსი გადმოყუდებული იყო, სასტრაფო იდგა. გოგა მოვიდა. აი შევედი ლიფტში, ავედი ჩვეულებრივად სართულზე და ვიდრე გავიდოდი ლიფტიდან, აი აქედან დავინახე, რომ მისი კარები
სახლის კარები იყო ღია და ძალიან ბევრი ხალხი დარბოდა, მოთქვამდნენ და ნუ იმ წუთშივე მივხვდი ლიფტიდან არც გამოსულ ვარ, ისე ჩავედი უკან, დავჯექი მანქანაში და სადღაც წავედი. სად არ ვიცი. მამა ცოცხალი აღარ იყო და ბუდიშის მოხდაც ვერ მოასწარით. დღემდე გაქვთ კი. არ ვიცი განცდა კი. სინანული. მაქვს და ჩვენ ესეთი ურთიერთობა გქონდა, რომ ალბათ ესმის იმას და გაიგებდა ამას, იმიტომ რომ ეპიზოდი, რომელზედაც ის მელაპარაკებოდა და ამიხსნა რატომ უნდა გამეკეთებინა ასე, ეს არ მივიღე. და რო არ მივიღე, ამის გამო დაიწყო კონფლიქტი კი არა და ეს უხეში საუბარი, რომ ეხა 50 წლის მერე მოდი ხარ მეუბნები, ესეკენი, მე ვიცი როგორ უნდა გავიდე სცენაზე და თითი დაუქნიე რაღაცა ესე გამომივიდა, რომ ისე არ ჩავალ სამარეში მე ეს როლი არ ვითამაშო მეთქი, რაც მისთვის ითვლებოდა ერთ-ერთ ათამაშებს საუკეთესო როლად. მისივე როლზე უთხარით? აქ იყო პაექრობა ორ მსახიობს შორის უფრო. ორი იმიტომ რომ თაობის ის იყო იქ იმ სპექტაკლში იყო წაუშლელი, აი ძალიან მაგარი. და აი იმ კონკრეტულ ეპიზოდზე რომ მიდგა საქმე, მე უკეთ ვიცი როგორ გავაკეთებ ამას და ასე შემდეგ და კონფლიქტი დამთავრდა იმით რომ მამა წავიდა, მე გრიმი გავიკეთე, დაიწყო სპექტაკლი და მოვიდა ეს ეპიზოდი. გაითვალისწინეთ მამის რჩევა? კარგი. მოდი აი დღეს მე ვცდი რა კი ჩვენი უხერხული საუბარი შედგა. ისე როგორც შენ მე მითხარ და ვცადე. და ამას ქონდა გაგრძელება, რომ მე უნდა თავი მომეკლა იქ რაღაც ესეთი ეპიზოდი იყო და ვეძახი ღმერთო, რა მიქენი ეს. ანუ იმდენად მართალი იყო. თავისი გამოცდილებით, თავისი რჩევით, თავისი გარედან დანახულით, რაც მოითხოვა ჩემგან. ამის გამოც იყო ალბათ რომ გაჩნდა ეს შეგრძნება, რომ მე აუცილებლად უნდა მივსულიყავი და ბუდიში მომეხადა ამისთვის და მე თქვა ესეთი სიტყვები, რომ შენ ძალიან მიყვარხარ. ალბათ. და მამა მართალი იყავი, თუნდაც. დიახ. ის როლი რომელი იყო, რომელსაც მამა თამაშობდა? ეს იყო ჩემი მშვენიერი ლედი. მამა თამაშობდა ჰენრი ჰიგინს. ითამაშა წლების მერე თუ არ გითამაშია? არა. ჩემ და სამწუხაროდ მოხდა ისე, რომ არსად არ ჩავარდა ეს მომენტი, რომ ეს მეთამაშა. თუმცა მამის დაკარგვის შემდეგ შეიძლება შანსიც ყოფილიყო და აღარ გეთამაშათ ეს როლი. ასე მგონია მე, არ ვიცი რა. შანსი რომ მქონდეს, ეხლაც ვითამაშე. ითამაშებდით? აუცილებლად. თუნდაც მის სახელს.